აი ეს ხო. ჩვენ უბრალოდ თამაშობდნენ ახლა მეგაპიკის რაღაცას. ხო. და მიპლის რაღაცა აქვს ამ კაცს. მიპელი გამოსული არა, მაგრამ ნახე, Max Rank Brawler-ი ბოტიც არ იქნება. არ ვიცი თუ ბოტი არის ან არა. ბოტიც არ იქნება, რაღაც იუთუბერია ალბათ რაღაც გათამაშებაში მოიგო. არა, ერთ იუთუბერია და მიპელი ყავდა. მიპელი გადაიღო ვიდეო. მაშინ ეკაცი ხო არა მოიცა. მაგრამ აი ეს მიპელ არა ეკაცი არ იქნება. რუსი არა. არ ვიცი რა ხდება. რუსი არა ეკაცი. ხო. იმის მეგობარია რა ქვია ჯონ კარლოსის. არა. მაგრამ მორტისის მოყაროზე ვაპარაკო, მაგრამ მორტისის სოლაცი რო უყენია. მე ისე შეგეულები. ნორმალზე. რო ვაპარაკობს ხო? რაღაც ესე კორტისავით სურათი როა. ყუთელზე. რაღაც კორტისავით სურათი როა. ბიჭი როა რაღაც და კორტისავით სურათი როა. იცი რა იუთუბერი? არა, მაგრამ იმ ვანიანეს აკეთებს ხოლმე ძალიან ხშირად და აი ტუფასთან აკეთებს ხოლმე ძალიან ხშირად ვანუიანებს. ტუფას მეგობარია. ხო და ხალხი კიდევ რაღაც უნდა გითხრათ. ძალიან საშინელი რაღაც არის YouTube-ში შორტებში. უბრალოდ კიდევ ვითამაშთ რა ამ ვიდეოში Brawl Stars-ში, იმიტომ რომ თავს არა. პარანორმალური აქტივობა რა Brawl Stars-ში, რა მაგარი სახე. ხო და ძალიან საშინელი რაღაცა ხდება. შეიძლება რომ YouTube შორტებში პოპულარ ხალხს მაგალითად ტუფას უხდიან ფულს რომ ვიდეო ერთად გადაიღონ. გაიგე? რომ უბრალოდ პოპულარი გახდნენ, გაიგე? ხო შეიძლება რომ ეგ მოხდება ვაიმე და პლუს უხდიან უფრო მეც რომ წააგონ სპეციალურად. რომ უფრო მაგრად დაინახონ რა თავი, გაიგე? მაგალითად ერთი ვიდეო მინახია ტუფა versus მე გასტრობანა. ხო ეგ ნამდვილი არისო. აი მე კი ჯოან კარლოსი versus მე. ჯოან კარლოსი რომ კაი მოთამაშეა ვაიმე. არ არის ნუ საშინელი, იმიტომ რომ კიდევ ცუდია. აი იუთუბერია, მაგრამ რა სამბუროს ცუდი გახდა. არ ვიცი. აი მომენტები, ტუფა იცი სანამდე ვიცოდი, სანამ Brawl Stars ჩავიწერდი, ტუფა იქამდე მიყვარდა იუთუბერი. სანამ Brawl Stars საერთოდ მეცოდინებოდა რა იყო, რა იყო, საერთოდ არსებობდა თუ არა. ტუფა იქამდე ვიცოდი მართლა. მაგრამ თამაში იყო და კიდე გეტყვი, Brawl Stars-ი მომში მოთავაზებინა, თორე არც კი ვიცოდი რა ჯანდობა იყო. ხო და კიდევ საშინელება, ხო სნაიპერი ცუდი ადამიანია. ცოტა იმსახურებდა რომ ნუ გააგდონ თამაში და იმიტომ რომ სანდრო კი გითხარი რომ უბრალოდ აი ხო და თუ არის სნაიპერი უბრალოდ ყიდო და რანკებს უბრალოდ მაგარ მოთამაშეებთან აგათამაშებდა. იყო, სადაც ორი კაცი იყო. და მაგ ახსნაში კლუბის იყო რაღაცა ლინკი. დააჭერდი, გადაიხდი მან რაღაცა საიზზე ფულს. მოვიდნენ მაგარი მოთამაშეები და აგაგაჩინებენ ბრაულერებს ძალიან მაღალ თასებს. ეგ რა საშინელებაა. მაგალითად 100.000 დედა რაღაც. ხო ეგ win trade-ები არის უბრალოდ, win trade-ერი. ერთხელ რაღაც სამი ბრაულერი აღარ მახსოვს. თუ ორი ბრაულერი ან ერთი არ ვიცი. ალბათ სამი უფრო. ყავდა 10,000 თასი. სნაიპერს. ერთ დღეს და ის მეორე დღეს სნაიპერი რომ ნახე დაბლოკილი იყო, არც აღარ ჩანდა. და ვიდეოც დადო, რომ 0,000-ზე ჩავიდა. და აი ეგა ყველაზე გასაკვირი, როგორ ჩავიდა 0,000-ზე. ჰია კიდევ საშინელი ადამიანიც იყო. აი Snake Fox-ი რა დაუზე ხალხო. არ მგონია ეს გონი, მაგრამ პედოფილი არის. ნუ დიდი კაცი რომელსაც უყვარს პატარა ბავშვები, ეგ ძალიან საშინელი. აი იცი ჰერამ უბრალოდ Snake Fox პედოფილი დაუძახა, ეგ ხო იცი. პედოფილი არის ძალიან ცუდი რაღაცა. აი ვიღაცა დიდი კაცი რომელსაც უყვარს პატარა ბავშვი. გაიგე? ეგ ძალიან ცუდია, იმიტომ რომ პატარა ბავშვები რომელსაც 18-ის არ არიან, არ შეიძლება რომ უბრალოდ რაღაცა ვიღაცა უყვარდნენ რომელიც არის მან 18-ზე მეტი, შეიძლება რომ მან ჩაყარები ყავდეს. არ ვიცი. კლასელი, მაგრამ არ შეიძლება რომ დიდი კაცი იყოს, ეგ საშინელია. ხო, ოდესმე იტყვით. გადავავით ახლა, მაგრამ მაინც უბრალოდ ეს რაღაცას გეღადავებით. მე თქვენ ყოველთვის გიყურეთ, თუ იტყვით რომ Snake Fox საშინელი ადამიანია, მე უბრალოდ თქვენ მოხსნათ. ხო და თქვენ სახში მოვალ და გასის ბუშტიც გცემთ. ხო და Snake Fox არც კი იყო ცუდი და ბავშვები უნდა შევაშინო. ხო. Snake Fox არც გრომი მოვა და შეგჭამთ. ხო. კიდევ ვაიმე, აი
Snake Fog-ი არც კი გამოვიდა, ვაიმე, უბრალოდ ამბობდა რომ ცუდი იყო, იმიტომ რომ არ მოსტონდა ჰირო Snake Fog-ი და უნდა რომ გააგდონ საერთოდ Brawl Stars-იდან. Plus არ ვიცი ვაიმე რატო არ მოსტონა. Plus მან Snake Fog-მა არ ამკვერს და ვიდეო რომ იცით რომ ანუ არ ვამბობ უბრალოდ, მაგრამ მათი მიხვდა და ამ დროს ყველა მიხვდა ალბათ. მე ვარ Snake Fog-ის ალბათ დასოფლიოს ყველაზე დიდი ფანი. ბრავლერია Surge. სოჯი არ არსებობს YouTube-ზე რომ შეხვალებენ Snake Fog-ის ერთი ვიდეო დაგხვდეს. ხო, კიდევ Snake Fog-მა ახალი ვიდეო დადო, იცი რა? იცი რაზე ლაპარაკობს? რომ უკვე დაიღალა YouTube-ით რა. ძალიან ცუდი სიტუაცია აქვს თავის ნამდვილ სიცოცხლეში და უბრალოდ დაიღალა რა. უნდა დადოს ვიდეოები, იმიტომ რომ მოსტონს რასაც ხალხი უბრალოდ დალაიქებენ და კარგ რაღაცას ეუბნებიან, მაგრამ დაიღალა უკვე. შეიძლება რომ Snake Fog-ი მან ერთი თვე ან რამდენიმე კვირა არ დადებს, ან რამდენიმე წელი. მართლაც უნდა დაისვენოს მანქანაცმა. არ დადე, იმედია იმას არის რომ YouTube-ს გაშვებდეს. მაგალითად, ადრე კიდე ჩემი საყვარელი YouTuber-ი ენდრიუ იყო. ენდრიუ მაგალითად Brawl Stars-ი იღებდა ძირითადად თუ ვიდეოებს და რაღაცებს, მაგრამ ენდრიუს ხო ეგეც ამ Brawl Stars-ს ჩავიწერდი, იქამდე ვიცოდი. ძალიან მიყვარდა ენდრიუ და უბრალოდ ერთი დღე იყო. მე ჩემი სატონები გავიკეთე. კი გაგძელნას სამბობდი. ანუ მასობდი ახო ერთი დღე იყო, სადაც უბრალოდ რაღაც ვიდეო დავდო რაღაც ახალ უნაბიჩის თამაში. კარტები რო არის, ხო იცი უნაბიჩი რო იყო რაღაც თამაშები რო. ნეკორებზე და რაღაცები. მაგებზე დადო ვიდეო. ეგ იყო პირველი დღე, როცა გამოვიდა. და უბრალოდ მეორე დღე იყო, მესამე დღე დაველოდებით ხო. გავიდა უბრალოდ ერთი წელი და აღარჩას YouTube-ზე. იმედი Snake Fog-ს ეგეთი რაღაც არ დაიმართება. ხო, Snake Fog-ს არ მგონია დაემართება. უბრალოდ კიდევ ამბობს რა. უბრალოდ ისეთი ცნობილი YouTuber-ი იყო. არ ვიცი რა. ენდრიუ რამის 1 მილიონი გამოწერი მოყავდა. ხო. მე მგონი კიდევ. ეგ რაღაცა. სანდრა რაღაცა მოგიხარ რა. იმედი არ დავუყავდი. ხო, ეს გაიყოს. გაიება. ანუ, კაი. უბრალოდ შენ ყურში გეტყვი ამათ. დავაპაუზო. ან მინდა უბრალოდ ყურში. რო იგინებოდა. მოკლედ ანდრეო იგინებოდა. მე თვითონ არ ვწერ რამდენს ვიგინებია. იგინებოდა. ხო. ის არა, ბევრს იგინებოდა ეგეც რა. აი, ესე ამბობდა უბრალოდ. რაღაცას რო იგინებოდა, თუ ეგეთი ხმები ქონდა და ენდრიუ იმ ხელა ხმაზე იგინებოდა, რომ არ ვიცი, წაუφალეს. ხო და Snake Fog-ს ვიდეო ქონდა დადებული, მე წაუφალეს. მე კიდე რაღაც ცოტა უცდა ან 80 ვიდეო დადო და всё დანებდა YouTube-ზე, იმიტომ რომ დაიღალა ვიდეოების დადებით და ისეთი ბევრი გამომწერი ყავდა. არ ვიცი უბრალოდ. ხო და ხალხო, რაღაცა მინდა რომ თქვა. მე ყველა ვიდეოში ვიგინები, იმიტომ რომ აი ესე მინდა რომ ჩემი თავი აღვხსნე, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვარ ძალიან ბრაზიანი. და ჩემი აზრით ხო, ეს ყველაფერზე იპუტება ეს. მეგობრებო, მე თუ გინდათ რომ გავხდე წყნარი, მშვიდი და კეთილი ადამიანი, თქვენ Brawl Stars უნდათ ხო, მთელი გოლი და Brawl Stars-მა Brawl Talk-ი უნდა დადოს მაგაზე, რომ კეიჯი და ედგარი წაიშლებაო და დაამატებენ რაღაც კაი ბრაულერს, მაგალითად პეპა პიგი. აუ, კაი რა. ამატებენ სკილ ბრაულერებს. მარტო მაგის გამო, Brawl Stars-ის გამო გავუგიჟდი ეს. ძალიან არ ვიცი რატომ, მაგრამ Brawl Stars-ი მეზიზღება. არა, Brawl Stars-ი იმიტომ მეზიზღება, რომ თექშენ ჩვენ გაიგე ალბათ ამდენი ხანია. მე Brawl Stars-ი სინამდვილეში მეზიზღება მიყვარს და შენი აზრით რატომ? იმიტომ რომ დღე არის, გამოუშვებენ სკილ ბრაულერს, გავა 7, ანუ არ ვიცი ალბათ 30 დღე. გამოუშვებენ საშინელ ბრაულერს, გავა 30 დღე, გამოუშვებენ სკილ ბრაულერს, გავა 30 დღე, გამოუშვებენ
ენერგიის გავა 20 დღე გამოუშვებენ მაგალითად სკილ ბრაულერი რა არის როზა სკილ ბრაულერია ხო ხო კაი ეგ როზა სკილია გამოუშვებენ ფაქტიურად არა გამოშვების დროს ვები რა არა სკილი იყო როზა ფას გააკეთებდა და უბრალოდ უკდავი ხარ ეს მთელი 13 ან 14 კაი მაგრამ ახლა კაი ბრაულერი ახლა სკილია ახლა სკილია ანუ მაგას გემო არა ცოტა ბუშკემპერი ბრაულერია მე ყველაფერი ბუჩქებზე აქვს სტარ პაუერები და გაჯეტები და არა უფროს ხო ეგ მაინც ვანა უბრალოდ მე ყოველდღიურად YouTube-ზე არ მომჩნევ ხოლმე უბრალოდ არ ვიყვირო და არ დავამტვრიო ჩემი პლანშეტი რამის იმიტომ რომ მეგობრებო ჩემ ვიდეოებს გადახედეთ YouTube-ერის Brawl Stars სულ ბუშკემპერები არიან რა ვქნა ხო და კიდევ რაღაცას თქვა რომ მინდოდა ვაიმე რომ არ დაბაცადე ჩემი აზრით ეს ამ ვიდეოს ვერ დავალკოთ ლაპარაკი ხო უბრალოდ ლაპარაკობ Brawl Stars-ზე იმიტომ რომ რატომაც არა თან თამაშობთ ხუია რა ეგ სხვა ვიდეო რა ახლა უბრალოდ ლაპარაკობ ხო და აი ხო იცი რაღაცა ხო და ეგ სიმღერა სინამდვილეში არის რომ ვიღაცა კაცი ჩემი საყვარელი რეპერია ჩემი საყვარელი მომღერალი აი ის ძალიან პოპულარულია და იცი რა ხდება როცა ძალიან პოპულარული ხარ კონცერტების მერე რომ მითხარ მომღერალი ხარ შეიძლება რომ ბევრი ხალხი იყოს რომ უბრალოდ გიღებენ და შენ არ მოგწონს რა და ამბობ რომ გთხოვთ გადით და მაინც გიღებენ ეგ არის რაღაცა ცუდი რა გეგე და მაგას ქვია პაპარაზი რა კარს ქვია პაპარაზი გეგე რომ უბრალოდ გიღებენ არაფრისთვის რა გეგე ფოტო საერთოდ გადახვიდი მაგით მოსდავიწყო ხოლმე ხო მაგრამ მაინც აი შეიძლება მაგიტომ მეუნებოდი პატარა ვიდეო გადაიღე ანახე ესო და ლაპარაკში რამდენი წუთი გავიდა ხო და მაგიტომ 12 წუთი გავიდა მაგიტომაც არ მოხდა Snake Fox-ზე ანტვერსმენტი no YouTube no Snake Fox მოსწონს დაიღე ინტერვიუსიო ახალ გამოჩვენია YouTube-ზე მეც თავი დავანებე და Snake Fox-ი გავხდი ახლა მთელი ყველაფერი Snake Fox-ის მაქვს Snake Fox-ის სკინები მომწონს მართლა ანუ მეგობრებო ჩემი საყვარელი YouTube-ია ეს Snake Fox-ის შვილი ვარ კი ეს არის ახალი Snake Fox-ი დაარქვი შედახ Snake Fox-ი მეორე ერთი არხი უნდა გავაკეთო Snake Fox-ის ბავშვი Snake Fox-ის ბავშვი და უბრალოდ გავაკეთო და რაღაც Snake Fox-რა ბრაულერებიც უყვარს და ის ბრაულერები თერაზროს არ ვითამაშე მაგაზე თუ ხადოობითაც არ ვითამაშე მაგაზე იმედია Snake Fox-ი არ გამწარდება და ჩემი შვილი რატო ხარა უბრალოდ მაინტერესებს Snake Fox-ის კომენტარები რა რას დამიწერს საერთოდ ეს თუ მიპოვის ხო გახედა მაგარი მუსიმღერა ზეა მეგობრებო მოიცა რაღაც განახებ დაპაუზე ეს მუსიკები ნახე მეგობრებო ნახეთ ბაზ ლაიქერ ო სოცოდოვიდი კაი ესე მომთელი ვიდეო უბრალოდ ვილაპარაკეთ რაღაცაზე ხო რაღაცებზე ვილაპარაკეთ კარგად იცოდეთ რომ ენჯერი უიმედია დაბრუნდება